20-მდე ხელოვანი პრემია დურუჯს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს უბრუნებს. რედიქს ჯგუფის სახელით ეს პრემია 2008 წელს სწორედ მან დააფუძნა. ხელოვანებმა წლების წინ მიღებული პრემიის დაბრუნების გადაწყვეტილება პაპაშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ მიიღეს, სადაც ის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ისტორიულ ფიგურად მოიხსენიებდა, რომელმაც საქართველოს ომი არიდა. ჩვენ მოვისმინეთ 30 დეკემბერს DMG-ს ეთერში გასული თქვენი ინტერვიუ, რომელიც სავსეა აზრსა და სიმართლეს მოკლებული განცხადებებით. თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურას და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართულ თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობას თქვენ მიერ დაარსებული პრემია დურუჯის ლაურეატია. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო და სასიხარულო იყო ჩვენთვის. თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდა. სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებამ სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე კავშირის მონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროა ukან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ სამუშევრებს მიანიჭებთ.